ქრისტეს მიერ საყვარელო, მამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ კვირა დღესასწაულს. მოგეხსენებათ, რომ ყოველი კვირა დღე არის დღე საუფლო და ნათქვამია ცნებაში, რომ დღე იგი მეშვიდე არის დღე უფლისა და 6 დღესა შინა აკეთებდე შენს საქმეებს, ხოლო დღე იგი მეშვიდე კი დაუთმე უფალს. და ამიტომაც ყოველი კვირა დღე ჩვენთვის არის მოგონება ქრისტეს აღდგომისა. მოგონება ქრისტეს მოწაფეების შეხვედრისა უფალთან და ჩვენი მოსვლაც ტაძარში ეს არის შეხვედრა უფალთან. არაერთ გზის გვისაუბრია ჩვენ. ახლა რო წარმოვიდგინოთ და ხვდებოდეთ ღმერთს სინამდვილეში, აი როგორი იქნება ჩვენი შინაგანი განწყობა, სინამდვილეში გულისხმობ პირისპირ, ხილულად. როგორი იქნება ჩვენი შინაგანი განწყობა? შეიძლება ვერც კი გავბედოთ ჩვენ ამ შეხვედრაზე მისვლა. მაგრამ ეგ შეხვედრა ხო გარდაუვალია. ყველამ ვიცით, რომ დადგება ეს ჟამი, მაგრამ ჩვენი ადამიანური ცოტა ცფიერი გონება გვეუბნება, რომ ეგ ჟამი ჯერ ადრეა, შორსა და თუ სხვები არ ემზადებიან სათანადოდ, მე რაღა მჭირს და მე რაც უნდა მოვემზადო. და 1000 მიზეზი, რომელსაც ყოველთვის ჩვენ მოგვაწოდებს გონება და ესე ვთქვათ დაგვარწმუნებს, რომ ყველაფერი არის შვენივრად. კარგად, არსად არ უნდა იჩქარო, ღმერთთან შეხვედრაც ეს მომავლის ამბავია და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დავდივართ ყოველ დღე. რამე თუ თვალი უფლისა ყოველთა ზედაო და ანგელოსი ღვთისა კიდევ ჩვენს გვერდით არის. და აი კვირა დღე ეს ღვთის წინაშე დგომის განსაკუთრებული დღე არის. რამე თუ მოვდივართ ღვთის სახლში, აი ზოგადად აი თქვა ჩვენ რომ მაგალითისათვის მივდივართ მუზეუმში. ვიღაცა გამოჩენილი მოღვაწისა. ჩვენი მივდივართ საკმაოდ მოგრძალებულად იმ სამუზეუმო წესებს ვიცავთ. სიჩუმე არ დავარღვიოთ, სურათი არ გადავიღოთ. თუ საჭიროა
რაღაც საგანგებო ჩავიცვათ ფეხსაცმელი თუ შემოგთავაზეს. ექსპონატს არ შევეხოთ და ასე შემდეგ. მივდივართ რომელიმე ოფიციალურ შეხვედრაზე. ვცდილობთ შესაბამისად მოვემზადოთ, ჩავიცვათ რაღაცა სიტყვა პასუხი მოვიფიქროთ საჭირო ამ შეხვედრისათვის. ვემზადებით. აი მოდი დავფიქრდეთ, ტაძარში როცა მოვდივართ ჩვენ, რამდენად ვემზადებით. აი რამდენად შინაგანად საფუძვლიანია ჩვენი მომზადება. ყველაფერში. როგორ არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა მომზადებული ლოცვისთვის, წმინდა ზიარებისთვის, ლიტურგიაში მონაწილეობისთვის. და როგორ ამავ დროს გარეგნულადაც როგორ ვარ ჩვენ მოწესრიგებულები. როგორ გამოვიყურებით. უკაცრავად და ზოგჯერ ვერ გაიგებ ტაძარში შემოსული. ესე იგი პლაჟზე მიდიოდა თუ ტაძარში მოდიოდა. მიდიოდა ბაზარში თუ ტაძარში. და ეს გარეგნულად და შინაგანად კიდე უფრო მეტად არის შესატყვისი ადამიანის მდგომარეობა. ადამიანი ლოცვის პერიოდში საუბრობს, იწყებს ესე იგი მოკითხვებს და ასე შემდეგ. აქ ერთმანეთს უნდა შეუწყოთ ჩვენ ხელი. ერთმანეთს უნდა შეუწყოთ ხელი, რომ ყველანი ვიყვეთ მობილიზებულები ღვთის წინაშე. ეს 2 საათი თუ 3 რომელიც არის. და რისთვის გვინდა ახლა ჩვენ ეს მობილიზაცია, აი მოვედით ტაძარში ძალიან მოწესრიგებულად, მობილიზებულად და გავედით, გადავაბიჯეთ კარს მიღმა ტაძრისა და დამთავრდა. დამთავრდა ჩემი რო იტყვიან ვალი მოვიხადე, კვირა დღე, ესე თქვა პატიოსნად ჩემის ესე თქვა მოსაზრებით ტაძარში გავატარე და გავედი, მოკლედ მაქვს უფლება მოვიქცე ისე როგორც მე მსურს და ჩემი ქრისტიანობა თითქოს არ მიმყვება ტაძრის მიღმა. დღეს პავლე მოციქულის საოცარ დარიგებას აძლევს თავის სულიერ შვილებს, რომაელ ქრისტიანებს. აი მინდა გავიმეორო დღევანდელი საკითხავი 60 და რას ამბობს პავლე მოციქული, რომ ყველა ჩვენგანს გააჩნია ნიჭი. ესა თუ ის ნიჭი.
რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მრავალფეროვნება ღვთის წინაშე ერთობაში იკრიბება. ჩვენი განსხვავებულობა არ არის ეკლესია არ თხოვს ადამიანს, რომ იცი შენ მოდი ყველა ერთნაირად გამოვიყურებოდეთ. ყველა ერთიან რაღაც, ასე თქვათ, საქმეს ვაკეთებდეთ. მაგრამ გვეუბნება, რომ ყველა ერთად ღმერთს ვადიდებდეთ. ჩვენი ნიჭისაებრ. ის, რომელიც მოგვეცა უფლისაგან, მოგვეცა გენეტიკურად და აი რას ბძალებს მოციქული. ხოლო გვაქვს ნიჭი მადლისა მისისაებრ, მოცემულისა ჩვენ და თითო სახეთ, გინა თუ წინასწარმეტყველება საზომისაებრ, სარწმუნოებისა, გინა რომელი მსახურებდეს მსახურებისა, მით, გინა რომელი ასწავებდეს სწავლითამით, გინა რომელი ნუგეშინისცემდეს ნუგეშინისცემითა, რომელი მისცემდეს უხვებითა, რომელი ზედა რომელი ზედა აღდგრებოდეს მოსწრაფებით, რომელი წყალობდეს ხიარულებით. აი ეს ნიჭები ყველა ჩვენგანს აქვს, ძვირფასო ძმანო და დანო. აი ზოგჯერ ვიტყვით ჩვენ, რომ ძალიან კეთილი ადამიანია ვიღაცა. ეს მისი ნიჭია. მას მოცემული აქვს ეს ნიჭი. სხვა ვერ არის ისეთი კეთილი. ვიღაცა არის ძალიან კარგი მასწავლებელი. ნიჭი აქვს ამისა. სხვაც მასწავლებელია, მაგრამ ისეთი ნიჭი არ აქვს. ვიღაცა ძალიან კარგი ექიმია, რომელიც გულისხმიერებით ხვდება პაციენტის წუხილს, ტკივილს. ზოგს სჭირდება უფრო მეტი დრო და თქვათი გამოკვლევები, რომ დადასტურდეს. ზოგი მოწყალე ადამიანია, ზოგს არ შეუძლია, რომ სხვა ადამიანთან იყოს გაბუტულად, იყოს რაღაცა გაბრაზებული. წუხს ამის გამო ზოგი არ წუხდება. ზოგი მივა პირველი გადადგამს ნაბის რაღაცა გაუგებრობისას, შერიგებისკენ. ზოგი არც კი იფიქრებს ამას და იტყვის, რომ სანამდე არ მთხოვენ მე პატიებას, მანამდე მე საერთოდ ესე იგი გაგონებაც არ მინდა ამისი. აი განსხვავებულობა. მაგრამ თუ ჩვენ როგორც ეკლესიის წევრები საკუთარ თავზე ქრისტეს გამო მუშაობთ, მაშინ ვისაც აქვს მოწყალე გული, მას კიდე უფრო გაუღრმავდება ეგ გრძნობა. მაგრამ ვისაც არა აქვს მოწყალე გული, მის გულს ღმერთი მოალბობს. თავარია მიხვდეს, რომ მოწყალე გული უნდა ჰქონდეს და არა კერპი და ხისტი. და ამის გამოც ამბობს პავლე მოციქული
სიყვარულითა შეურგულებელითა განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა. ქრისტეს სიყვარულით უნდა განუდგეთ ბოროტებას და სიკეთე ავირჩიოთ. ეს რაზეც შემდგომ ამბობს მოციქული პავლე, ეს არის ადამიანთა შორის ურთიერთობის წესები. წესები კი არა, მაგალითები, აი რაზედაც ჩვენ ვამბობთ და წმინდა წერილი ამბობს, შეიყვარე მოყვასი შენიო. თუ ჩვენ ამას შევეცდებით, მოყვასის გულწრფელ სიყვარულამდე მივართ. და აი რას ამბობს წმინდა მოციქული? ძმათა მოყვარებით ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით, პატივცემასა ურთიერთას უსწრებდეთ. სწრაფასა ნუ ცონარე ხართ, სულით ამ დუღარე იყვენით. ანუ ერთმანეთს პატივისცემაში უსწრებდითო და აი ამ სწრაფაში იყავით ხურვალენი, წრფელნი და არა უკაცრავად, ესე იგი ზოგჯერ იტყვიან, რომ ხუმრობით, ესე იგი სტუბარი მოვა და ნეტარა მოგიყვანაო და ეს როგორ გამიხარდა შენი მოსვლაო, ესე იგი დაახლოებით, ესე იგი რა თქმა უნდა ხუმრობაა, მაგრამ ზოგჯერ ხდება. სასოებასა გიხაროდენ ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განგრძალულ იყვენით, სახმარსა წმინდათასა ეზიარებოდეთ, სტუმართ მოყვარებასა შეუდეგით, აკურთხევდით მდევართა თქვენთა, აკურთხევდით დანუსწყევდით. აი რას გვასწავლის ჩვენ მოციქული, აი როგორი დამოკიდებულება კაცთა შორის ურთიერთობისა უნდა ყალიბდებოდეს ჩვენ წიაღში, ქრისტიანულ წიაღში, მე არ ვამბობ სხვის მიმართებაში. პირველ რიგში ვსაუბრობთ ჩვენ ეკლესიის წევრებზე და ქრისტიანებზე. და რასაც გავაკეთებთ, გავაკეთოთ ღვთის გულისათვის და გავაკეთოთ გულწრფელად და ალალად. შეიძლება დღეს არ გამომდის, მაგრამ თუ მე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მე ამას ღვთის გულისათვის ვაკეთებ და ღმერთს ვთხოვ, რომ უფალო შემეწიე მე, რომ აი პავლე მოციქულმა ბოლოს რაც თქვა, აკურთხევდითო მდევართა თქვენთაო, როგორი ძნელია ეს, ხო? მე ვთქვათ, ძალიან რთულია, რომ ვინც შენ გდევნის და რაღაცა თქვათ გავიწროებს, რომ რაღაც ცილს გწამებს შენ, რომ აი მასზე ილოცო. ეს დაალოცო ეს ადამიანი. ბრაზობ, გინდა სიმართლე დაამტკიცო და აი ამ სიბრაზეში გადადიხარ ზღვარს. ჯერ ამბობ, აი მე ესე იგი მაგას ვაჩვენებ სეირს. და მერე კიდევ შესაძლებელია, რომ მოხდეს ძალიან ძიმე კონფლიქტიც. იმიტომ ხდება ეს კონფლიქტი, რომ ჩვენ სიბრაზეს არ ვიოკებთ. და რაც თავარია, ღვთის გულისათვის, რომ არა თუ უნდა თქვა ვაგინოთ, ლამძღოთ, წყევლოთ ჩვენი შემავიწროვებელი, ამის მაგივრად არ ვავალებთ საკუთარ თავს, რომ ის დავლოცოთ, ისე როგორც ამას წმინდა წერილი გვეუბნება. ჩვენ ამას არ ვავალებთ საკუთარ თავს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა
და არასწორობა. თორე ის რომ მე დღეს არ შემიძლია ამის გაკეთება, ეგ საკითხი ცალკე მდგომია და მე ვამბობ რომ მე არ შემიძლია მიჭირს ამის აღსრულება და მაგრამ გრძნობ რომ არა ვარ მე შესაბამისი იმ მოწოდებისა რომლისაკენაც მომიწოდებს წმინდა წერილი. არა ვარ და თუ არა ვარ მოწოდების შესაბამისი, მაშინ რაღა უნდა ვითხოვო მე, რატო უნდა ვითხოვო მე წყალობა, სიკეთე, ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის. აი რა უფლება მაქვს მე რომ ვითხოვო ეს. ჩვენ ხო ამაზე არ ვფიქრდებით. და უნდა დავფიქრდეთ ძვირფასო ძმანო და დანო. უნდა დავფიქრდეთ და თქვათ რომ არა ვარ შესაბამისი ამ ყოველივესი, მაგრამ ხედავ რომ ღმერთი მაძლევს ამ წყალობას და რა დავრჩელია თუნდაც იმისათვის რომ ვიყო გულწრფელი. დამრჩა ის რომ ღვთისმადლიერი ვიყო. ღვთისმადლიერი ვიყო და ჩემ თავს უთხრა, იცი, აი ღმერთი ამდენად წყალობს, გაძლევს საშუალებასაც ურთიერთობისა უფალთან და მე ვითხოვ მეორე ადამიანს, რომელიც შეიძლება არც ისე სამართლიანად მექცევა, მაგრამ მისთვის რას ვითხოვ? მე ვითხოვ რომ ამ ადამიანს, ასე თქვა, თავი წავაჭრათ. თავი წაეჭრას ამ ადამიანს ყველა დონეზე. იქნება ეს საზოგადოება, იქნება ეს, თქვა, სამსახური, იქნება ეს ეკლესია. ამგვარად აი ძვირფასო ძმანო და დანო დავფიქრდეთ აი ჩვენს ყოველდღიურ ქრისტიანობაზე. პავლე მოციქულმა რაც დღევანდელ დღეს ჩვენ გვითხრა, ეს კი არ არის, ასე ვთქვათ, ისეთი კვირიდან კვირამდე, ან დღესასწაულიდან დღესასწაულამდე. ეს არის ცხოვრების წესი. მორწმუნე ადამიანებისა. და შევთხოვოთ უფალს, რომ განგვამტკიცოს აი ამ ცხოვრების წესში თავისი მადლით. და ჩვენ შევეცადოთ, რომ ერთმანეთს პატივისცემაში უსწრებდეთ, კეთილ სიტყვაში, ნუგეშინის ცემაში, სტუმართ მოყვარებაში, ქართველებს ღვთის წყალობით გვაქვს ეს ნიჭი სტუმართ მოყვარებისა. და დღესაც შენარჩუნებული არის ეს ჩვენი წინაპრების წყალობით. მაგრამ ვიცოდეთ თუნდაც ის, რომ ეს სტუმართ მოყვარება საქართველოსი ეს ქრისტიანობის ნაწილი არის. ქრისტიანული სწავლებაა. რომელიც შეისხოცა ჩვენმა ერმა და ცხოვრებაში გამოხატა. ეს სათნოება არის. და თუ დავაკვირდებით, ქართული სტუმართ მოყვარება არა პრაგმატულია.
ზღვარს გადასულია ზოგჯერ იტყვიან რომ თლად ვერ არიან დალაგებული ეს ხალხი. არ არის პრაგმატული. აი ქრისტიანობის ერთ-ერთი ნაწილი ძვირფასო ძმანო და დანო ეს არის არაპრაგმატულობა. სულ სხვა არის ცოდნა საქმის და სულ სხვა თანამედროვე პრაგმატულობა. თანამედროვე პრაგმატიზმი ყველაფერს წონის და ზომავს ხარჯით, თანხით, მოგებით. ქრისტიანობა არ ზომავს. იმიტომ რომ ნათქვამია უსასყიდლოდ მოგეცათ და უსასყიდლოდ გასცემდით. და რომელიც საწყაულით მიუწყოთო, იმ საწყაულით მოგეწყოს თქვენო. და აწესებს საწყაულს, საწყაულით მოგეცემა. არ გექნება საწყაული, მოგეცემა საწყაულის გარეშე, განუზომლად. აი ბევრი ნიშან-თვისება ჩვენი ხასიათისა არის აბსოლუტურად ღრმად სახარებისეული და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ და დღესაც უნდა ჩვენს ხასიათში და ჩვენს თავში ის უნდა განვამტკიცოთ, გავაცოთ, გავაღვიძოთ ზოგ შემთხვევაში. აი საოცარი დაკვირვება ქონდა არქანჯელო ლამბერტის, ესე იგი მის აღწერილობაში, სამეგრელოს აღწერილობაში. მოსახლეობაზე ამბობდა დამოკიდებულებაზე. აი როგორი საოცარი რაღაცა არის. როდესაცო ხდებაო ქორწინებაო სამეგრელოშიო მეუღლესო ირჩევენო სათნოების მიხედვითო, მისი კარგი ხასიათის, მისი საქმიანობის მიხედვითო და არა ისე როგორც ჩვენშიო უყურებენო მის ქონებასო. ასე იყო მთელ საქართველოში, უბრალოდ მე მომყავს ეს, ესე თქვა, ნაწარმოები ლამბერტისა. მეორე ასეთ რაღაცას ამბობს. არაფრითო არ განიკითხავენო სასულიერო პირსო. მე არ ვამბობ იმას, რომ სასულიერო პირმა რაც არ უნდა გააკეთოს, ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, არა, ასე არ არის. მე ვამბობ თვითონ სათნოებაზე, რომელიც იყო იმ დროინდელ საზოგადოებაში. არ განკითხვის სათნოებაზე. ლამბერტი სხვა დასავლეთის საზოგადოების წარმომადგენელი იყო და ამას შედარებას უკეთებს თავის საზოგადოებას, სადაც დაიბადა და გაიზარდა და საზოგადოებას, რომელშიც მოუწია ცხოვრება. აი ამ შედარებას აკეთებს. და კიდე სხვა მრავალი არის იქ. და აი ძვირფასო ძმანო და დანო, აი ჩვენ სინამდვილეში ღვთისწყალობით ჩვენმა წინაპარმა ატარა საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სახარებისეული სათნოებები. და არ დავკარგოთ ეს. ამაშია ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ერის გადარჩენა. და ეს არ დაიკარგება მაშინ, თუ ადამიანი ეკლესიის წიაღში იქნება გულწრფელად და
პასუხისმგებლიანად ღვთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე და მოყვასის წინაშეც. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო, ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენზე და აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.